მიხილეთ გუშინ საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოში მოქმედი გარკვეული ფონდების ანგარიშების დაყადაღებას, რომლებიც მოხდნენ იმ გამოძიების ინტერესებში, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე და რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის მხილებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთას და შესაბამისად კონკრეტული პირების, ვისი დანაშაულის გამოიკვეთება მათ პასუხისგებაში მიცემას. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ქვეყანაში იქნება პრეცედენტი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ამისთვის ფინანსების მობილიზება, ამაში უცხოური ფულის აღება და მთელი ამ ფინანსების ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება იქნება დასჯადი და ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ პროცესში, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში აგენტურული ქსელის დემონტაჟი. იცით რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ღია ბრძოლა გამოაცხადა Deep State-ის წინააღმდეგ და ჩვენ საქართველოში ვებძვით იმ Deep State-ის ინსტრუმენტებს, რომელიც არის საკმაოდ ფართოდ და ღრმად წარმოდგენილი ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის პოლიტიკურ პარტიებში, NGO სექტორში, მედიებად წოდებულ პარტიულ დანაყოფებში, სხვადასხვა ფონდებსა და ორგანიზაციებში. ეს არის ძალიან დიდი ქსელი, მძლავრი ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც იყენებდნენ რევოლუციური სცენარების მომზადებისა და განხორციელებისათვის, რომ დავკონკრეტეთ უშუალოდ ამ ფონდებზე საჯაროდ ღია წყაროებში მოიძებნება არაერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფონდები ხელს უწყობდნენ, აფინანსებდნენ, აორგანიზებდნენ და ახალისებდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებს. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს წასულიყვნენ, ახალგაზრდებს ძირითადად წასულიყვნენ კანონგარეშე ქმედებებზე და შემდგომ ისინი პირდებოდნენ მათ ეგრეთ წოდებულ დაზღვევას, ისინი უხდიდნენ მათ ჯარიმებს, პირდებოდნენ სხვა სახის ფინანსურ კომპენსაციებსაც, რაც პირდაპირ არის სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც, მორალურადაც მიუღებელი ქმედება და ეს არის პირდაპირ მოწოდება დანაშაულისაკენ, ხელშეწყობა დანაშაულის ჩადენისკენ და აი ეს ჩვენი გმირი პოლიციელები ცოცხლად რომ წვავდნენ და პიროტექნიკას უმიზნებდნენ სახისა და ტანის არეში და თქვენ იცით რომ მძიმე დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რამოდენიმე მათგანს ამპუტაციაც კი დაჭირდა. აი სწორედ ამ პიროტექნიკის შეძენისთვის იხარჯებოდა და ამ პიროტექნიკის და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას ხმარდებოდა, რომელიც საჭირო იყო ამ აგრესიული, ძალადობრივი აქციების ორგანიზებისა და წარმართვისათვის. შესაბამისად, მისასალმებელია პროკურატურის ეს ნაბიჯი და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აგენტურული ქსელის მთლიანად ამ ქსელის მხილებას, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთას და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დღეს განსაკუთრებით ჩვენ ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყანა იმყოფება და არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო არის დიდი ცვლილებების ეპოქაში და ამ დიდი ცვლილებების ეპოქაში ჩვენ ისე როგორც არასდროს გვჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, ხოლო შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდის უცხოური ფული, როდესაც მოქმედებს აგენტურული ქსელი, სადაც მუშაობს ეგრეთ წოდებული დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც ვერ ხერხდება კანონის არ ემორჩილებიან კანონს, ვერ ხერხდება კანონის უზენაესობის პრინციპის აღსრულება და ათეულობით და ასეულობით ორგანიზაცია მომართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ცხადია, ასეთ პირობებში შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ გამოწვევების გამკლავება, რაც ჩვენ ქვეყანას რეალურად უდგას წინ. ამიტომ თავარ ამოცანად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის
სრული დემონტაჟი, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. ეს მიგვაჩნია ერთ-ერთ ძირითად პირობად იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხერხდეს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელისუფლება, საზოგადოება ყველანი ერთად ვიყოთ კონცენტრირებული ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაზე, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, იმისათვის, რომ მივახციოთ ეროვნული ამოცანების შესრულებას, როგორც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ცხადია მშვიდობიანი ფორმებით, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და უწყვეტი სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება. აი ამ დიდი ეროვნული ამოცანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სწორედ ამ აგენტურული ქსელის მხილება, დემონტაჟი, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. ჩვენ მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ სრულ მზაობას იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო უწყებებთან, მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები და ჩვენი წვლილი საზოგადოებამ შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან პროცესში. კიდევ ერთხელ მეორდები, რომ ეს არის დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისათვის, რომ შევძლოთ მყარად იმ გზის გაგრძელება, რაც გვაქვს დაწყებული მთელ ქვეყანას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის გამტკიცება და ეს არის ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ტემპის შენარჩუნება. ამისათვის აუცილებელია, რომ აი ეს დიდი ნაღმი, რომელიც არის ჩადებული და დატოვებული ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელსაც წლების განმავლობაში იკვებებოდა ეს უცხოური ფული, წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ძლავრი ფართო ინფრასტრუქტურის შექმნა, რასაც ქვია ერთობლიობაში აგენტურული ქსელი და რომელიც მოიცავს პოლიტიკურ პარტიებსაც, NGO-ებსაც, ცალკეულ სუბიექტებს, მოიცავს მედიებად წოდებულ პარტიულ დანაყოფებს და ხედავთ, რომ ასეთი ეგრეთ წოდებული ფონდებიც იქნებოდა იმისათვის, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო, ესე ვთქვათ, ამ ფულის ლეგალიზების მცდელობასთან გვაქვს ჩვენ საქმე და რაღაცა ხედავთ, რომ ამას გზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ თითქოს ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს, ეს არის დიდი ტყუილი, ეს სიცრუე და ეს ზღაპრები შეუძლიათ მათ მოყვნენ საკუთარ პარტიებსა და პარტიულ ტელევიზიებში, ერთმანეთი დაამშვიდონ და ერთმანეთი გაამხნევონ მსგავსი ტყუილებით, ხოლო ფაქტები, მტკიცებულებები აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებენ, რომ ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, კანონგარეშე ქმედებებს, ჩვენი გმირი პოლიციელების ცოცხლად დაწვას, აი პირდაპირ აქვთ მათ არაერთხელ საჯარო სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდებზე, ჯგუფებში გაკეთებული განცხადებები, რომ ფული ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ შევისყიდოთ შესაბამისი საშუალებები წინა ხაზზე მყოფი ახალგაზრდებისთვის. გვჭირდება იმისათვის, რომ შევიძინოთ პიროტექნიკა და რისთვის იყენებდნენ ამ პიროტექნიკას და სხვა მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, ყველამ კარგად ნახეთ, ხო, ცეცხლი რუსთაველზე, ცეცხლი პარლამენტის შენობაში, დაზარალებული პოლიციელები და ქვეყანა ყევის და ძალიან სერიოზული რისკების ქვეშ რომ მომხდარიყო იქ უმძიმესი შედეგი დამდგარიყო, მიგვეღო მსხვერპლი, მომხდარიყო პროცესების მაიდანიზაცია და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა მieყვანათ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ხელისუფლებას, დემოკრატიულად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ჩაანაცვლებდა აგენტურული ქსელი, რომელიც შეასრულებდა ნებისმიერ დავალებას, რომელიც წამოვიდოდა მათი პატრონებისგან და ისტორიის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და უკრაინიზაცია. გახსოვთ აი ეს პირები, ვინც ახლა აქტიურობენ და ვინც წარმოადგენენ ამ ფონდებს, მათი განცხადებები, მათ შურდათ, პირდაპირ ასე ამბობდნენ, მათ შურდათ უკრაინის, მათ ისინი დარდობდნენ, რომ საქართველო არ იყო უკრაინის დღეში და უკრაინის მდგომარეობაში და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ იმიტომ უნდათ ხელისუფლება, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო. ეს არ დაუშვა ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ძალოვანმა სტრუქტურებმა, საზოგადოებამ და ეს ფაზა კიდევ ერთი რევოლუციური შემოტევა ქვეყანა მოიგერია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს, ესე ვთქვათ, მოდუნების და დამშვიდების საფუძველი, იმიტომ პრობლემა სიღრმისეულია, ეს აგენტურული ქსელი ძალიან ღრმად არის
შეზრდილი და ჩანერგილი ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში და პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენი განცხადების საფუძველზე და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ამ პროცესისა, ეს კომპლექსური მოქმედებები უნდა მივიდეს საკუთარ ლოგიკურ დასასრულამდე, შედეგამდე და ქვეყანაში აგენტების ბოგინი, აგენტების დანაშაულებრივი საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს დასჯადი და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს. ორი კითხვა მეკდება კოლეგებთან. თქვენ ახსენეთ პიროტექნიკა, პოლიტიკები, ახსენეთ ის განცხადებები ამ შეწყვეტებში სტაჟიარებებია ზოგიერთი ფონდის მხრიდან, ხო, წინა ხაზმდომი ბავშვებისთვის ეს იყო რამდენიმე თვის წინ, რატომ ეხლა და როდის მიმართეთ რეალურად საგამოძიებო უწყებას? ჩვენ 2 თვის წინ მიმართეთ საგამოძიებო უწყებას და რეალურად ეს ფონდებიც სწორედ 3 თვეა, დეკემბრის თვეშია, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია რეგისტრირებული, ეს პროცესი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა არ დასრულებულა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი კომპონენტი გამოეცალა ამ აქციებს. დღეს ეს ეგრეთ წოდებული პროტესტი ცოცხლობს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური რესურსის საფუძველზე. იქ აღარ არსებობს არანაირი ღირებულება, არ არის ცხადია, არანაირი სიმართლე, არ არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პოზიცია, არაფერი ჯანსაღი და გულწრფელი იქ არ არის. იქ ამ პროცესს, ამ მომავტო რეჟიმში პროცესს აცოცხლებდა და აცოცხლებს მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც დიდწილად შემოდის უცხოეთიდან და რომლის აკუმულირებასაც ახდენენ საკუთარი ბიზნესების მეშვეობით. ხო, ეხლა ერთის მხრივ ამბობენ გამოდიან რომ ქვეყანაში გვაქვს დიქტატურა და მეორეს მხრივ ხედავთ რომ ბიზნესები, რომელიც საქართველოში ამ ქვეყანაში პატარა 3,5 მილიონიან ქვეყანაში ნახულობენ უდიდეს დიდძალ მოგებას, ან ბანკებით დავიწყოთ თუ გნებავთ საქართველოს ბანკი, რომელმაც გასულ წელს 1,5 მილიარდ ლარი ნახა სუფთა მოგების სახით. 1,5 მილიარდ ლარი. აი ეს ბანკი მიდის და რამოდენიმე მილიონს რიცხავს რევოლუციურ ფონდში. TBC ბანკი იგივე, რომელსაც 1,3 მილიონი ჰქონდა მოგება გასულ წელს 3,5 მილიონიან მათივე განცხადებით ჭრალებში დაჭირებულ ქვეყანაში. ხო, 1,5 მილიარდ ლარი და მიდიან და აფინანსებენ რევოლუციურ პროცესებს. ხედავთ სხვა საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს, რომელიც თავისუფლად აგრძელებს საქმიანობას, არავინ უშლის ხელს მათ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღიად საჯაროდ აი ამ ასეთ რევოლუციურ ფონდებში, ანუ რევკომის ესე ვთქვათ, ბიუჯეტში და ჯიბეში რიცხავენ ფულს იმისათვის, რომ შემდეგ ეს ფული მოხმარდეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, მოხმარდეს იმ კანონგარეშე საქმიანობის ხელშეწყობას, რასაც ქვია, იქნება ეს გზის გადაკეტვა, პიკეტირება თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ადმინისტრაციული სახელი თუ სხვა ტიპის, ხდება ამ დანაშაულების ფინანსებით, ესე ვთქვათ, დაზღვევა და გარანტირება, რომ მიდით ახალგაზრდებო, თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული, გახსოვთ ხო, პოლიტიკოსების მოწოდებები და სად იყვნენ პოლიტიკოსები? იმალებოდნენ საკუთარი ოფისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს შეიძლება ითქვას მოუწოდებდნენ, რომ სკოლის მოწაფეებზე იყო გახსოვთ ხო, თქვენ ამ ხელა შეტევა და მოწოდება და ორგანიზება სკოლებში შედიოდნენ და ბავშვები ხელით გამოყავდათ სკოლიდან, რომ ჩქარა ბავშვებო, წადით მიტინგზე, მსხვერპლი უნდოდათ, სისხლი უნდოდათ და ამაში ხარჯავდნენ ამ ფულს. და დღეს გამოდიან და ეს პოლიტიკური აფერისტები, ეს პოლიტიკური მეძავები გამოდიან და ამბობენ, რომ აი ჩვენ ხელმოქმედება, რა ხელმოქმედება, ნანუკა ჟორჟოლიანი და ხელმოქმედება ისეთი შეუთავსებელია, ისეთი ოქსიმორონია, მეორე ძნელად მოიძებნება ამ სამყაროში, ხო? კარგად გვახსოვს, რა როლი ჰქონდა ნანუკა ჟორჟოლიანს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს და მას შემდეგაც, ხო? ვისი ოჯახს წარმოადგენდა და სხვის წართმეული მანქანებით დადიოდა, რომელსაც მისი ქმარი ერეკლე კოდუა სხვის ოჯახებს და სხვის მეუღლებს ართმევდა, შემდეგ ის იყენებდა, ისარგებლობდა და ის ტყვებოდა ამ ფუფუნებით. ეხლა რა ხელმოქმედებაზე არის ლაპარაკი? თუ ვინმეს უჭირს, თუ ვინმეს მედიკამენტი და რაღაცა სხვა სახის დახმარება სოციალური ჭირდება, ძალიან დიდია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური მიმართულების წილი და სახელმწიფო არტოვებს არავის სახელმწიფო არტოვებს მოქალაქეებს ნანუკა ჟორჟოლიანის იმედად. ეს უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ რა. და ეს არის სრული დიდი ტყუილი ფარსი, რომ ეს ფული
ხმარდებოდა რაღაცა სიკეთეს ბჭყალებში. ეს ფული პირდაპირ მტკიცებულებების სახით დევს ეს პროკურატურამაც საკუთარ განცხადებაში მოიტანა, მაგრამ გარდა ამ მტკიცებულებებისა საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, ფაქტები Facebook-ში, სოციალურ მედიაში გაკეთებული მოწოდებები და განცხადებები ნახეთ. თვითონ აქვეყნებდნენ აი ამ ესე ვთქვათ რაღაცა ჩამონათვალს თუ რაში კონკრეტულად რაში ხარჯავდნენ ამთახებს და ეს იყო პიროტექნიკა, რომელიც ჩვენი გმირი პოლიციელების დაწვისთვის იყო და რუსთაველზე ცეცხლის გაჩაღებისთვის იყო. ეს იყო სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აგრესიული ძალადობრივი პროტესტისთვის იყო საჭირო. ეს არის ის თანხები, რომელსაც ისინი კანონდამღებ ადამიანებს უხდიან და შემდეგ ჯარიმებზეც არის ლაპარაკი, რომ ისინი ზოგს ჯარიმას უხდიან, ზოგს პირდებიან, რომ წადი შენ დანაშაულზე, ჩაიდინე დანაშაული, ჩაიდინე კანონგარეშე ქმედება და ჩვენ აქ ვართ დაზღვევის სახით. ეხლა რომელ გულწრფელ პროტესტია ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ხედავთ ღიად რომ დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა. ეს არის ერთი ნაბიჯი, ერთი ეპიზოდი, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ საჭიროა კომპლექსური მოქმედებები იმისათვის, რომ როგორც გითხარით, ეს აგენტურული ქსელი არის ძალიან ძლავრი, ფართო და ღრმად შეზრდილი ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და სივრცეში და საჭიროა ძალიან სერიოზული კომპლექსური მოქმედებები. ეს გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს, კანონმდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, საზოგადოების აქტივობები, მთლიანად ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ნაღმი, რომელიც დევს ჩვენს ქვეყანაში ამ აგენტურული ქსელის არსებობის სახით, ეს ნაღმი საბოლოოდ უნდა გავანეიტრალოთ. ნახეთ, ასევე მოწოდებებს თქვენი წინააღმდეგ გავასაჯაროებო ერთ-ერთი ფონდის კომპანია, სამართს და ტელეფონის ნომერზე თუ თუ იყო ამის შემდეგ რეაგირება? კი, ზარები შემოდის, გაასაჯაროეს ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი, ზარები შემოდის და მე ვამისამართებ მათ ნაციონალურ მოძრაობაში დარეკონ 3 მილიონი ნახევრად ოფისი გაყიდეს და მათ აქვს ფინანსური რესურსი და მათ შეუძლიათ ხოლმე ბჭყალებში დახმარება. ნუ აქ ეხა ახალთან არაფერთან არ გვაქვს საქმე, ეს არის ფაშიზმი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. მე არ ვარ ის ერთადერთი, ვის მიმართაც თქვენ ხართ პირველი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ვის მიმართაც წარმოუდგენელი მასშტაბის ფაშისტური კამპანიები ვნახეთ, თავდასხმები თქვენზე და თქვენ ამას გაუძელით, საზოგადოებამ ამას გაუძლო, საზოგადოებამ ეს მოითმინა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა არავითარ შემთხვევაში ეს ყველაფერი გადაზრდილიყო დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვფრთხილდებით ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ვფრთხილდებით მშვიდობას, ჩვენ ვფრთხილდებით სტაბილურობას, ჩვენ ვფრთხილდებით მათაც, რაც არ უნდა მათ ეს დაუჯერებლად მოეჩვენოთ, ჩვენ მათაც ვფრთხილდებით, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ცხადია მე იმას არ გულისხმობ, ვინც კონკრეტულ დანაშაულს ჩადის და განზრახმიდის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებაზე, მე გულისხმობ იმ რაღაცა ნაწილს, რომელიც მოყვა ამ ყველაფრის ამ ევროისტერიაში და კონკრეტული რაღაცა პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა. დღეს ახლა ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხელის გულზეა, ეს ნაწილი ვინც პროპაგანდას ემსხვერპლად ცხადია ჩამოცივდა და დარჩა რამოდენიმე ათეული ანგაჟირებული დამნაშავე, პირდაპირ შეიძლება ასე უწოდოთ, რომელიც ფინანსური რესურსების და უცხოეთიდან მიღებული დავალების შედეგად რაღაცნაირად ცდილობს, რომ ქვეყანაში ეს ბჭყალებში საპროტესტო მოძრაობა შეინარჩუნოს. იქ არ არის სიმართლე, იქ არ არის ღირებულება, იქ არ არის ქვეყნის სიყვარული, იქ არ არის არც ევროპა, იქ არ არის არანაირი ღირებულება, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ ფული, რომელიც ამ პროცესს აცოცხლებს და ამ ფინანსურ რესურსებზე წტომის შეზღუდვა, ნახეთ რომ მათ ძალიან მტკივნეულად მიიღეს, ხო? იმიტომ რომ ეს არის ის კომპონენტი, რომელიც მათ სასიცოცხლოდ ჭირდება. სხვა შემთხვევაში ეხლა ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით ოპოზიციაში და მაშინ საზოგადოება შევახსენებ, ჩვენ დავაფუძნეთ ფონდი კომაგი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლის ახალგაზრდა ბიჭის ბუტარობაქიძის დედა ქალბატონი იამეტრეველი და არც ერთი ბანკი მაშინ ჩვენ ამ ფონდში ფულს არ გვარიცხინებდა და რამოდენიმე კვირაში მოხდა ამ ფონდის გაუქმება და თითოეულ ადამიანს დაძდებდა მაშინ გახსოვთ მოგელაძის უწყება, სხვა ძალადობრივი
პოლიტიკურ ინსტრუმენტებად ქცეული ძალოვანი სტრუქტურები დაძდევდნენ და ადამიანებს, რომელსაც 5 ლარი ჰქონდათ ჩარიცხული ფონდ კომაქში, რომელიც მაშინ რეალურად ხმარდებოდა რეჟიმის მსხვერპლებს, იმ ნაწამები გაუბედურებული, უსამართლოდ დაკავებული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს, მაშინ დაძდევდნენ და იმ ადამიანებსაც კი იჭერდნენ, ვინც ფონდში ფული ჰქონდა შეტანილი, უყადაღებდნენ ხელქონებას და იმ ცხოვრებასაც ანგრევდნენ. აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც დღეს ქველმოქმედებაზე გველაპარაკება, ხო? ეს ჩვენ ყველაფერი გვახსოვს და ქვეყნის სიყვარულს არ ჭირდება დაზღვევა და ქვეყნისთვის ბრძოლას. თუ ისინი არიან გულწრფელები და თუ ეს ყველაფერი არის გულწრფელი, შეუძლებელია ამისთვის რაღაცა ნანუკას ფონდი ჭირდებოდეთ, რომ აბა თქვენ ახლა ჩაიდინეთ დანაშაული და ჩვენ დაგაზღვებთ და გადაგიხდით ჯარიმებს. ხო, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დიდ ფარსთან და დიდ ტყუილთან გვაქვს ქონდა და გვაქვს საქმე. ჩვენ იანვარში მივმოვით. ჩვენ თებერვალში გამოვიკითხეთ ჩვენი მოძრაობის წევრები, რამოდენიმე საათი მიდიოდა, 10 საათი მიდიოდა, მაგალითად ჩემი გამოკითხვა სამი მუხლით მიმდინარეობს. ფონდების ნაწილი არის, ნახეთ, ფონდების ნაწილი არის 319 მუხლი. ეს არის ფინანსების მობილიზება, ხო, ფინანსების მობილიზება, ან სხვა სახით დახმარება მტრულ საქმიანობაში, რომელიც ისახავს საქართველოს უშიშროების საფუძვლების ბოშლას მიზნად. ჩვენ ნახეთ, რომ მუხლები დამატებულია, იმიტომ რომ თავიდან საქმე აღიძრა 317 მუხლით და ეხლა ვნახეთ, რომ დამატებულია მუხლები. 319 მუხლი დაემატა. უკაცრავად, სწორედ ფინანსებზე ჰქონდა ჩვენ ძირითადი აქცენტი. 321 მუხლი სპრიმა, კი. 321 სპრიმა არის ფინანსების მობილიზება. თავიდან მქონდათ, როცა შეიტანეთ პროკურატურაში განცხადება, ამ ეს ფონდები სწორედ იმ განცხადების ერთ-ერთი კომპონენტი იყო. უბრალოდ ეხლა მოხდა რეაგირება. და ჩვენი განცხადება, თავდაპირველი განცხადება იყო, მოდი ესე ვთქვათ, უფრო ზოგადი და დაკონკრეტება და მთელი ამ მასალების გამოკვლევა მოხდა უკვე ჩვენი გამოკითხვის დროს, რომელიც რამოდენიმე საათის და რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ წარვადგინეთ ეს მასალები, საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, დოკუმენტები, კავშირები ფონდებსა და ამ პროცესებს შორის და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მტკიცებულების ხარისხი მიანიჭა უკვე საქართველოს პროკურატურას.